გაგრძელებით და შენითა ყოველთვისაო მოგესალმებით. აი ეს ნაჩვენების ქონა ხო? კი ბატონო, რატომაც არა ეფექტით. ამასობაში სითბური ეფექტით, იმიტომ რომ აი გამოცემა ეკენა სითბოს გამოცემა ხდება, ხორციელდება რატომაც არა ხო? შეიძლება ყველაფერი მოხდეს, მაგრამ შეშა, აი გლეხური ვარიანტი ხედავთ, ოჩახ. კაი სწორი მიდგომა არის ხოლმე ყოველთვის. გლეხური მამაპაპორი პრესოში ეს ყოველთვის თავი უნდა დაზღვეული, ეს შეშავანა იყოს გამზადებული. გვახსოვს ხო არსებული ობიექტი, წარმოდგენა ვის მაგვირდება, აღარ გაგიჭირდეთ რადიატორები ესეთი სახით უკვე, აი, მარიარებს უსახოს, აი, შეგვიძლია შევაქოთ, იმიტომ რომ აი, სვის სამუშაოსაც უთხრდება პატივცემული და ყოჩახ. დაცული გვაქვს მოსწილი აკურატულად. რაც შეიძლება სამუშაოს, ეს მოწოს ხოლმე ხო, საკუთარ სამუშაოზე მომოღვაწას როცა უთხრდება ადამიანი აკურატულად, ხო? რა ვიცი. თვალი არის ეს, ვის შევაქე, ყველას მე თვალი გიცადნა. აი აკურატულად ხო? არა ხო? ნახევარზე მეტრი როცა არის ხოლმე ძირს დაყრელი. სახი არის ხო? ეს თქვენი სახი არის. ჩვენ პატივცემულო მალე არებო, რა ვიცი არ მწყროთ ეს ასეა. ჩვენი პუპია როგორც ყოველთვის ხედავთ, აი დასრულებული სახით საკუჭრაო იქნება, სამზარეულო მედგონა რაღაც კაი პროცესები იქნება. გვასოს ხო? სექტორული ცივი ცხელი იკეტება ვინაიდან აი ეს სექტორია უკვე, ხო? თლიანად შეიძლება ყველაფერი მოხდეს და ფართი არ უნდა გაჩერდეს. იატაკის გათბობა გვაქვს, ვისაც არ ახსოვს აი აქ. იქ არა, იმიტომ რომ პარკეტი იქნება. აი, აქაც იატაკის გათბობა გვაქვს, გვახსოვს ხო? იქ პატივცემული რადიატორი ვინაიდან შემოსასვლელი კარები არის. აი, ეს პატივცემული ჩემი მიერ აღმოჩენილი ფართი, შეიძლება თამამად ითქვას, მოგვიდებით ხო, კოლექტორები. აი, ეს გვახსოვს აქ ხო? აქ იყო ნეპროჰესი, ხო, მილები აი აქ, ჩახლართული მიდის საკვები გვექნება. აი, იქ მზის კოლექტორები გვექნება, აი, იქ და სამუშაო იქნება ასე, ხო, როგორც ინსტაგრამზე არის. წკაპ და მე წკუპ და გამგაგეთებული მეტამასე იყოს ხოლმე ხო ყოველთვის. ეს ეგრეთ წოდებული მუშაკედილი კიდე ერთჯერ მეორებ, არ მიწყენო, პატივცემულო, მაგვირდები ხო? აი საკვებისის გამოწერილი ადგილი იყო აი ეს. აი ზუსტად აი ეს ფრაგმენტი უნდა გამოყოფილი ყოფილიყო საკვებისთვის, ამასობაში კიდე შკაფში მოიქცევა. და შკაფში მოიქცევა და ხო, ვინაიდან ნახეთ ხო? აი ეს რაღაც მეტა-50 გადმოსვლა არის და მშვენივრად მოიქცევა თავის ბოილერით, ქვაბით და სპილენძის საკვებით. ამასობაში რატომ უნდა მოიქცევა? რა ქვია, კარადაში თუნდაც მაგრამ მოიქცეოდა კარადაში და არა იქ ხო? აი კიდე მაგისტრალები რამდენზე და ძის კოლექტორები პირაბრი ავიდო და კედლები დათმოლებულია ზემოთ სახურავზე, ვინც მე დამიჯერაბო. არა ჩაბარდა ისტორიასო. ცენტილების დაბოლოება, ხო, ამასობაში როცა ქადაგებ, რა ვიცი, ეს ეთყობა ფუჭად აღარც ხდება ეს არსებული პროცესი, რატომაც არა ხო, აკვირდებით ხო, აკურატულად გამოსული დაბოლოებები, დაფიქსირებულები, კანალიზაციაც ისე როგორც საჭიროა, სექტორული ცივი ცხელი, აქაც იკეტება ყველა სექტორი ინდივიდუალურად იკეტება. მოსახურებაში შეიძლება ყველაფერი მოხდეს, აი ჩემი დამხმარე, აი ვისაც ამიჯერებს, აი ეს როცა გამოგერაკი გაიზრდება, მე ნახავთ ხო? აი დაგხრინით იმინა. აქაც იგივეა ხო? იატაკის გათბობა გვაქვს, აქაც ეს არის საშხაპე ზონა, გამიჯნული არის თავისი ტრაპით, თავისი ეგრეთ წოდებული ჩასაშენებელი ხო? ჩასაშენებელი ზუსტად კი ბატონო არის ინსტალაცია, უნიტაზის ინსტალაცია ეს და საშხაპის ინსტალაცია ეს ინსტალაცია კი ის რაც შენდება. ცივი ცხელი, წერტილების დაბოლოებები, ხო? როგორც ყოველთვის აი სტანდარტულად კლასიკურად რატომაც არა ჰიგიენური შემრევი, უნიტაზის ინსტალაცია. აქაც რადიატორი ჩამოსწილი. ადვილად მეორე სართულზე და ასე ხო? აქ პარკეტი იქნება როგორც მიხდი, იმიტანიდან კიბეებზე უკვე გამოჩნდა, აი ესე გეწოდებული. ხო? ფანერა. კი ბატონო, ფანერა. კიბეების ესე იგი იქნება რაღაცა მასეთ პარკეტში მოქცეული. გამანაწილებელი კოლექტორი მეორე სართულის, გვახსოვს აქ იქნება საგარდინოფე, არა გახსნილი ზონა იქნება ვინაიდან კარები არ იქნება, აი აქ დაისხნება ერთი სივრცე, ამიტომ გვახსოვს ხო? 1+1 რადიატორი და პლუს ყველაზე დიდი სააბაზანო აქ იქნება დასადგმელი ვანა, აი აქ იქნება ეგრეთ წოდებული პრინციპში ამასვლაფრის მე ვიხილავთ კონძულის ვარიანტი კი ბატონო ამოსვლა და გადმოსვლა იქნება აი აქ რატომაც არა პეიზაჟები, მაგარი პეიზაჟები კი არის ეს არსებული ეს არსებული აი არ ვიცი რა დავარქვა მაგას არომატებით, ხო? ნუ რა ვიცი, ეს ასე არის ეგრეთ წოდებული უნიბოქსი შეზღუდვა უკუსრის, ამას ქვია ზუსტად ტემპერატურის კონტროლი სულ წერტილში, ჰიგიენური სტანდარტულად ეგრეთ წოდებული ინსტალაცია უნიტაზის, სავენტილიაციო და ფანური მილი, აქაა ზუსტად ჩაყოლებული ზუსტად კი ბატონო ეგრეთ წოდებული ფანური მილი 50-იანი და გადის კედელში ვინაიდან აქ გვაქვს არ გვავიწყდება ხო? ბიოლოგიური გამწმენდი 1+.
2 3 1+1+1 ამას კი ჩვენ ენაზე. პირველი მიმღები ბუნკერი, შემდეგ უკვე ხდება პროცესი აი ზუსტად იმ შუაში. ეგრეთ წოდებული ბიოლოგიური გაწმენდა და მეორე ბოლო ეს პირველი და მეორე არის ჰერმეტულად ორივე და რა მიწაში უშევთ საკუთარი ცხვირწინ, ხო, საკუთარ ცხვირწინ, უბილწავთ, ხო, მიწას და იმას მეორე შევთქვათ ჩვენ არაფერი ცემულობა. პირველი პლუს მეორე ჰერმეტულადაა ორივე და მესამე უკვე გადაედინება, ზუსტად ის იწრდება კი ბატონო, თქვენ ენაზე უკვე დამუშავებული ბიოლოგიურად გაწმენდილი წყალი. აი ცოტა აი სახურავი იგივე ქანები მოგცემს იმის საშუალებას, რომ იქითა, აი იქითა. ხანზე დამოტაჟდეს 3 ცალი, აი 3 ცალი მეწონეთ, ეს ასე იქნება წინ წაგწეს. სექტორული აქაც ხო, ცივი ცხელი, ეგრეთ წოდებული სექტორული მომსახურებით, ყველაფერი ხდება, იქაც ჩასაშენებელი ინსტალაცია, ხო, ტრავმარაგების ვანა, როგორც აისახა იქ იქნება საშხაბი და პლუს ვანა, დასერდილი ვანა იქნება აი აქ და იქ იქნება კიდე საშხაბი. ხო, კაი მოცულობითი არის, აქაც იატაკის გათბობა გვაქვს. რატომაც არა ვახსოვს ხო ეს არსებული მონაკვეთები ხო ამასობაში აქეთ სალი პატარა რადიატორი აქ რაღაცა კაბინეტის სახით გვექნება აქაც ერთი ამოსასვლელი ზონა ამოსასვლელი ზონაში იქ იქნება რა ვიცი უნდა ყოფილიყო ამასოვა ჯერჯერობით რა ვიცი არ ჩანს გამოჭრები აქ ეგრეთ წოდებული რეკუპერატორის აქ იქნება ეგრეთ წოდებული უკვე სიმაღლის რადიატორი აქაც გაერთიანებული სისი არის ესე 1+1 თერმოსტატიკური მართვით +1 სველი წერტილი აქა ზონალური კონტროლი ცივი ცხელი ხო დავკეტეთ მომსახურებით ყველაფერი ხდება ინსტალაცია აქაც საშხაპის ზონა და უნიტაზის ინსტალაცია ტემპერატურის მართვა იატაკის გათბობა აქაც შემოპატვიცემულობა საშუალებას ვერ ხედავთ არა და მაგიტომაც ხო ვინაიდან ყოველს გეძლევა საშუალება ადამიანებს გვინდა თუ არ გვინდა აქაც 1+1 შემოსასვლელი ზონა 1 და +1 მეორე იქნია შემოდივართ აი აქაც სველი წერტილი ზონალური აქაც კონტროლი ცივი ცხელი კლასიკურად ტემპერატურის მართვა აქაც იატაკის გათბობა გვაქვს და ამასობაში საშუალები აქანაც არა გვაქვს ჩასაშენებელი აქაც ინსტალაცია საშხაპის ზონა უნიტაზის ინსტალაცია ჰიგიენური კლასიკურად ყველაფერი აკურატულად მიდის სამუშაოები რატომაც არა ესეთი ჩანართებით ხო თავისი ვენტილაციებით ამასობაში ზემოთ პირდაპირ წავიდა კი ბატონო ну რა თქმა უნდა დათბუნების გარეშე რატომ საინტერესო ვინაიდან ცვარს იქიკეთებს და ეს ცვარი ჩამოაქვემოთ ამიტომ უნდა იყოს დათბუნება ისინი დათბუნება რომ ტემპერატურის გადატეხა არ გამოიწევს ვინაიდან როცა იქნება იქ ცივი და მოსობაში იქნება დაგენა თბილი წავა ის გამოიწევს ცვარს და ეს ყველაფერი ცვარი წამოვა უკან შემოპატვიცემულო ამას მიაქცია ყურადღება რა ვიცი ჩვენი რას მიდის ხო აქ უკვე გაეკრა ხო შპარლიერი შენერია ბატონო მომწონს აკურატულად როცა მუშაობს ადამიანი მაგალითად ეთყობათ რომ აკურატულობა აქვს ესე მიყრმოყრელი არა როგორც ჩვევია ხოლმე ჩვევია პროსტობათ უმეტეს შემთხვევაში აი ასე ყოველთვის ამას მოწადინება ქვია აკურატულობა არის თქვენი სახე აქაც შეხედე რაღაცა მე ვენტილაციას კი ბატონო აქაც იგივე არის გაკეთებული კი და ოკეი ჩავანსული კარი ცვარი აი გაგვიდებით ხო ცვარი და უნდა იყოს კარგად დათბუნებული და რა უბრალოდ ზემოთ აშვებული ვინაიდან ეს ცვარი წამოიქნის ხო გეკონდეს აი სხვადასხვა ჩამოქვემოთ ჯერჯერობით ასეთ ნოტაზე დროებით როგორც ყოველთვის და ბოლო მოსახეცას ვიხილავთ უკვე ასეულ ფარში ვიმეორებ ეგრეთ წოდებული გარეთა ფურნიტურის მონტაჟის პროცესებს